ტაძარი ლესელიძის ქუჩაზე თუმანიანის 10 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შენობაში არავინ იმყოფებოდა. ავარიული სახლი დემონტაჟის მიზნით 2 კვირის წინ დაცალეს. ხანძრის მასშტაბის გამო მეზობელ შენობებზე მისი გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ადგილზე 12 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. სახლი იყო ავარიული, რის გამოც დაახლოებით 2 კვირის წინ მოსახლეობა იქნა გაყვანილი თბილისის განვითარების ფონდის მიერ. რაც შეეხება სახლის რეაბილიტაციას, დაახლოებით მარტის ბოლოს უკვე შევა გეგმა და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმანიანის ქუჩაზე პურის მოედანზე იყო ხანძარი, სადაც იყო გამოსული 10 ერთეული ჯგუფი, ვინაიდან ვიცით რომ აქ ძველი იტალიური ეზოებია და ადვილად ვრცელდება ხანძარი. შორიდანვე იქნა დანახული რომ ძლიერი ხანძარი იყო, კვამლიც ძლიერი იყო, დამატებული იყო კიდე 2 ერთეული ჯგუფი, 12 ერთეული ჯგუფი იყო ადგილზე მობილიზებული, სადაც მოსვლისთანავე დადასტურდა რომ დაახლოებით 200-300 კვადრატზე იყო ღია ცეცხლი სასმენო გადახურვაზე. საბედნიეროდ ეს სახლი ამ სახლში არავინ არ იმყოფებოდა.